Რო გადავიდეთ გლობალურ ბიზნეს ამბებზე და პლანეტის უმსხვილესი ფარმაკოლოგიური კომპანია Eli Lilly გეგმავს, რომ ტეხასში, ქალაქ ჰიუსტონში 6.5 მილიარდის ოდენობის ინვესტიცია განახორციელოს და ქარხანა საწარმო ააშენოს. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, ამ ინვესტიციის მიზანი იქნება ადგილობრივი წარმოების განვითარება, ამერიკის შეერთებულ შტატებში დამატებით სამუშაო ადგილების შექმნა და ცხადია კომპანიის გაძლიერება, როგორც ცნობილი, ასევე ახალ ქარხანაში Eli Lilly პრეპარატების და მოწყობილობების წარმოებას გეგმავს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ თავად კომპანია არის პირველი მის ინდუსტრიაში, მისი საბაზრო შეფასება დღეს წარმოადგენს 670 მილიარდ დოლარს, შესაბამისად ის ლიდერია ფარმაკოლოგიურ კომპანიებს შორის. ეს ინიციატივა უახლოეს მომავალში განხორციელდება 6.5 მილიარდიანი ინვესტიციით შეიქმნება ქარხანა ჰიუსტონში, რომელიც სავარაუდოდ კომპანიას დაეხმარება, რომ პოზიციები ფარმაკოლოგიურ ბაზარზე კიდევ უფრო გაიმყაროს. კიდევ ერთი კომპანია, რომელიც თავის ბაზარზე პოზიციებს იმყარებს, არის Oracle. ეს არის ძალიან საინტერესო კომპანია, ეს ბიზნესს ემსახურება და აწარმოებს სხვადასხვა სახის ბიზნეს გადაწყვეტებს, მათ შორის ERP სისტემებს, cloud მიმართულებითაც აქტიურია და ბოლო პერიოდში AI-ის მიმართულებითაც გლობალურ ლიდერად ჩამოყალიბდა. მოკლედ, Oracle-ს აქვს საინტერესო ცვლილება. მან შეცვალა აღმასრულებელი დირექტორი და ამ პოზიციაზე, ანუ CEO-ს თანამდებობაზე დანიშნა ორი ადამიანი, ანუ CEO-ები იქნებიან ისინი, Clay Magwarki და Mike Sicilia. ეს ადამიანები გაიყოფენ მიმართულებებს, ცხადია, ორივე მათგანი ერთ-იგივე საქმეზე არ იმუშავებს, ეს უბრალოდ აზრს მოკლებული იქნება. ერთის ძირითადი ფუნქცია იქნება Oracle-ის AI და cloud მიმართულების განვითარება, ხოლო მეორის, ასე ვთქვათ, ფოკუსი იქნება ფიზიკური ინფრასტრუქტურის განვითარება, data ცენტრების მოწყობა და საერთო ჯამში იმ ყველა საჭირო ინფრასტრუქტურის გამართვა, რომელზედაც შემდეგ უნდა დაშენდეს AI და cloud-ი. ეს არის ძალიან საინტერესო მიდგომა, რასაც ალბათ მომავალში კიდევ ბევრი კომპანია აირჩევს, რადგანაც ამ AI ეპოქაში უკვე ვხედავთ ორ მიმართულებას. ერთი არის გქონდეს პროგრამული უზრუნველყოფა, რაც აქვს მაგალითად OpenAI-ს და მეორეა გქონდეს data ცენტრები, რაც არის მაგალითად Nvidia-ს მიმართულება. აი, ყველა კომპანიას დიდ ტექნოლოგიურ გიგანტს შიგნითად მართვის დონეზე მოუწევს ამ ორი რამის გამიჯვნა, რადგანაც პროგრამული უზრუნველყოფა არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურის გარეშე, ხოლო AI-ს ვიცით, რომ უნდა როგორც კოლოსალური ინფრასტრუქტურა, ასევე კოლოსალური მოწყობის ენერგია და კომპიუტერული სიმძლავრე. მოკლედ, Oracle ვითარდება, მას ბოლო 6 თვის განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აქვს საფონდო ბირჟაზე, ამის გაორმაგებულია, მისი კაპიტალიზაცია 2 წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით და როგორც ჩანს, კომპანიას ახალ მწვერვალებზე ასვლა სურს და ძალიან მალე ალბათ ის უკვე ტრილიონიანი კომპანიების ულტრა ექსკლუზიურ კლუბსაც შეუერთდება. გავაგზავნოთ ტრამპის საყვარელი თემით, ალიანსი, რომელიც განვითარებად ქვეყნებში განახლებადი ენერგიის პროექტებს ახორციელებს, მომდევნო 5 წლის განმავლობაში ფიქრობს, რომ 7.5 მილიარდის ინვესტიციას ჩადებს ამ საქმეში. ამის თავობაზე Reuters განუცხადა ალიანსის საბჭოს წევრმა და აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც განვითარებულმა ქვეყნებმა სამთავრობო დახმარებები შეაჩერეს, პირდაპირ უკავშირდება, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დამოკიდებულებას, ალიანსი ფილანტროპ პარტნიორებს ეძებს. ამ შემთხვევაში ენერგეტიკის გლობალური ალიანსი ხალხისა და პლანეტისთვის, ასე ჰქვია მას სრული სახელი, 2021 წელს არის დაფუძნებული და ფუნქციონირებს ელექტროგადაცემი ქსელის განვითარებაში, ენერგიის სასაწყობე სისტემის შექმნასა და მწვანე ეკონომიკაში სამუშაო ადგილების შექმნაში. ის 30-ზე მეტ ქვეყანას უკვე დაეხმარა, უამრავი პროექტი აქვს განხორციელებული, რამდენიმე მილიარდის ინვესტიციით, სხვათა შორის IKEA Foundation-ი და Rockefeller Foundation-ი და Jeff Bezos-ის დედამიწის ფონდი არის ამ ალიანსის პარტნიორები, შესაბამისად ის იღებს დაფინანსებას ამ ფონდებიდან, ასევე მას რა თქმა უნდა სხვადასხვა ქვეყნები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიც აფინანსებდა, თუმცა ეს დაფინანსება დამთავრებულია, მარტივად რო შეჩერებულია. ასევე ბრიტანეთის მთავრობა, დანიის მთავრობა ეხმარება, მსოფლიო ბანკი და კერძო კომპანიები. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, განვითარებად ქვეყნებში სუფთა ენერგიაში ინვესტიცია 2030 წლისთვის 6-ჯერ 1.6 ტრილიონ დოლარამდე უნდა გაიზარდოს. ეს არის გეგმა იმისთვის, რომ გლობალური კლიმატის ცვლილებებს
და ამ გამოწვევას და ამ დღის წესრიგს უპასუხოს განვითარებადმა ქვეყნებმა 1.6 ტრილიონი არ არის მცირე თანხა. 2024 წლის მონაცემებით განვითარებადი ქვეყნების ოფიციალური დახმარება 7.1%-ით არის შემცირებული და ესეც პირდაპირ უკავშირდება ამერიკის შეერთებულ შტატებს და ბოლო 6 წლის განმავლობაში კლების პირველი შემთხვევაა და ცხადია რომ ეს კლება ალბათ 2025 წლის ბოლოსაც თვალსაჩინო იქნება. ხო, კიდევ ერთ საინტერესო საკითხზე უნდა ვისაუბროთ, ეს უკავშირდება Spirit Airlines, ამერიკაში ბაზირებული ავიაკომპანია, რომელმაც 1800 თანამშრომელი გაუშვა მარტივად რომ ვთქვათ, უფასო შვებულებაში. უფასო შვებულება იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანები ანაზღაურებას ვერ მიიღებენ და ისინი იძულებით გადიან შვებულებაში, ვინაიდან კომპანიას არ აქვს ხელფასების გადახდის შესაძლებლობა. Spirit არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მდგომარეობაში, რომელშიც შეიძლება კომპანია საერთოდ იყოს. ვინაიდან 2 წლის წინ მისი გაყიდვა იყო დაგეგმილი, თუმცა ეს გარიგება ჩაიშალა, ამის შემდეგ კომპანია ძალიან ცუდ ვითარებაში აღმოჩნდა და ძალიან მალე ალბათ ის უკვე ოფიციალურად გაკოტრდება, მე-11 მუხლის განაცხადის შეტანას უკვე აპირებენ და არ არის გამორიცხული, რომ მან საბოლოო ჯამში დაასრულოს კიდეც მოღვაწეობა. დიდი ვარაუდით Spirit-ს რომელიმე სხვა ავიახაზები შეიძენს, ასე ხდება ავიაინდუსტრიაში, რადგანაც ავიახაზები როგორც წესით ფლობენ ყველაზე მნიშვნელოვან აქტივებს, ამ შემთხვევაში საუბარი მეუღლეს თვითმფრინავებზე და ინფრასტრუქტურაზე, რაც ყველასათვის სასურველია და რატომაც არა. ფასდაკლებით თვითმფრინავების ყიდვა ყველას უნდა. ადამიანურ კაპიტალსაც. კი, ადამიანურ კაპიტალსაც, მათ შორის ფრინავები, ასევე ბორტის გამცირებლები, რომლებიც არიან გადამუშავებული, ასე ვთქვათ, დამუშავებული და ნასწავლი მუშახელი, რომლის მოძიებაც ბაზარზე საკმაოდ რთულია, მაგრამ კომპანიას ვიყიდე ეს ყველაფერი ერთად გაქვს ბუკეტში. კი ბატონო, და ბოლო ინფორმაცია ეს უკავშირდება საცხოვრებელი უძრავი ქონების წამყვან ამერიკულ კომპანიას Compass და Anywhere Real Estates. ისინი ერთიანდებიან. ამ შემთხვევაში გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში Compass-ი ყოფილი კონკურენტის 1.6 მილიარდად შეფასებულ აქციებს სრულად შეიძენს. შედეგად საერთო ფირმის შეფასება იქნება დაახლოებით 10 მილიარდი, საუბარია რომ Compass-ი ერთ აქციაში 1.5 აქციას მიიღებს, გადაიხდის უпростоრად და Anywhere-ის ერთი აქციის ფასი ამ გარიგების დადების მომენტისთვის არის $13.1 უძრავი ქონების კომპანიების გაერთიანება პროცესი სავარაუდოდ 2026 წლის მეორე ნახევარში დასრულდება. Compass-ს ამჟამინდელი მეტწილეების ხელში იქნება დაახლოებით 78%, 22% კი Anywhere-ის აქციონერების ხელში დარჩება. საერთო ფირმაში უძრავი ქონების 340,000 აგენტი იქნება თავმოყრილი, ერთობლივად ისინი ამერიკასა და 120 სხვადასხვა საერთაშორისო ბაზარს დაფარავენ. აღსანიშნავია, რომ ამ ორი კომპანიის გაერთიანება უკავშირდება Anywhere-ის პრობლემებს ბაზარზე. ამ შემთხვევაში Compass-ი საკმაოდ ძლიერად არის წარმოდგენილი, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე მის გარეთ არსებულ ბაზრებს და რა თქმა უნდა, ეს შერწყმა გამოიწვევს იმას, რომ ერთობლივად შექმნილი კომპანია მეტ პოზიციონირებას მოახდენს, როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო მიმართულებაში არსებულ 120 ბაზარზე, რომელიც საკმაოდ მსხვილი პორტფელია უძრავი ქონების მიმართულებით.